უკრაინიდან გამოგზავნილი ჰექსოგენის კვალის ძიებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლამდე მიიყვანა. ბინაში, რომელსაც ჰექსოგენის საქმის მონაწილე უკრაინის მოქალაქე ქირაობდა, კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტაცია და ფული აღმოაჩინეს. სახლის მეპატრონი ამბობს, რომ დენის ჟურავლიოვმა ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავა. აქ არ იყო, ბივლინებებში იყო, ხან აზერბაიჯანში, ხან სასუნხეთში, ხან კიპრში გადიოდა. იყო თუ რამდენიმე დღე. არა, თვეები იყო რაღაც. ჯარში წამიყარენ სამხედრო ისავარი. არის. სამხედრო ვარო? არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სწორედ დენის ჟურავლიოვია, ის ვინც უკრაინიდან გამოგზავნილი 2 კილოგრამზე მეტი ჰექსოგენი საქართველოში ჩაიბარა. ასაფეთქებელი ნივთიერება მან სატვირთო ავტომობილის მძღოლისაგან გადაიბარა. ჟურავლიოვის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ბრალს აღიარებს და არც გამოძიებასთან თანამშრომლობს. ოპერატიული მონაცემებით აღმოაჩინეს ბინა ჟურავლიოვის, რომელიც არ უთქვია და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ გვაძლევს ჩვენებას არ იძლევა. ხო და არც ნუ სამდაბნაშავე. მას ვისთან ქონდა კავშირები საქართველოში, ყველა ზურგი აქცია, არავის არ სურს, რომ მასთან კონდეს ურთიერთობა. ჰექსოგენის საქმე ერთადერთი არაა, რომლის კვალსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მიჰყვება. საგამოძიებო უწყებებში აცხადებენ, რომ მცხეთის ტყეში ბექა ჭულუხაძის მიერ დამალული დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ბათუმში სულხან ფაღავას ბინიდან ამოღებული ასევე დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის იარაღი 4 ოქტომბრისათვის და დივერსიული აქტებისათვის იყო გამზადებული. ამ ყველაფრის ფონზე მართველ პოლიტიკურ გუნდში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდეს. ისვისაც ემზადებოდნენ პირდაპირ საუბრობდნენ, ხო, ამაზე, ხო, უნდათ დამხობა, ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ძალიან ბევრი საინტერესო თემა იკვეთება ამ ქმედებებთან, განცხადებებთან დაკავშირებით და ნახოთ, დაველოდოთ გამოძიება რას გვეტყვის. საქართველოს გადაურჩა ძალადობრივად ხელისუფლების დამხობას, 1,100,000-ზე მეტი ადამიანის ინტერესების უგულებელყოფას, სისხლის ყრას და რაც ყველაზე მთავარია, ის გადაურჩა შემდგომ პროცესებს. ეს შემდგომი პროცესები ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ჩაბმა და ჩართვა მყისიერად. იმ ლაბირინთში, საიდან საქართველოს აღარ გამოვიდოდა. ეს არის პირველ რიგში ომი. ჰექსოგენი, ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობები, სიმბარათები, საგამოძიებო უწყებების მტკიცებით, ეს ყველაფერი თბილისში დივერსიული აქტების მოსაწყობად გროვდებოდა. თუმცა, ეფექტიანი მუშაობის შედეგად საფრთხე განეიტრალებულია. საგამოძიებო მოქმედებები კი ისევ გრძელდება.